და როცა გეუბნებიან რომ ევროპას ომი უნდა შევხედოთ უბრალოდ ბოლოს და ბოლოს ჩეხია და სლოვაკეთი გაიყო მშვიდობიანად ორი სახელმწიფო გერმანიას და საფრანგეთს ომი აღარ ქონიათ ზუსტად 80 წელია ხო აღარ ომობენ ერთმანეთში ესპანეთი და პორტუგალია აღარ იპყრობენ აფრიკაში ტერიტორიებს დაამთავრეს კოლონიალიზმი და იმპერიალიზმი ეს არის კონტინენტი რომელიც არა თუ მშვიდობაზე დაფუძნებული არამედ სხვების განვითარებაზეც ბორჯომში ნაკრძალების ბილიკების უმეტესობა დაამარკირეს ევროპელმა პარტნიორებმა რა ჯანდაბა უნდა თითქოს ვიღაც ბორჯომის ნაკრძალში ევროპელებს თუ ბორჯომელი მურადათვების ის უნდათ რა ქვია გარყნა უნდათ არა ცხადია მურადათვების გარყნა კი არ უნდათ ევროპელ მოქალაქეებს ევროპელ დონორებს და პარტნიორებს უნდათ რომ საქართველოში უამრავი თინეიჯერი დაინტერესდეს ბუნებასთან სიახლოვით საკუთარი ლანდშაფტი აღმოაჩინონ და ბოლო არც თბილისში, არც ბორჯომში, არც ოსლოში და არც ბრანდენბურგის კარიბჭესთან ხეები არ მოჭრან. ეგ არის მაგათი ამოსავალი წერტილი, რომ გარემო გადაარჩინონ და ჩვენ რო გონია რომ ეხა ევროპელები მოვლენ და მურადათვებს ქართულობას დაუკარგავენ, სიგიჟე არის მართლა, ეგ არ მუშაობს ეგრე. მუშაობს იმაზე, რომ განვითარდე და ეწიო და ევროპამ შენ უნდა მიგიღოს თანასწორად და მაგიტო გეხმარება რომ უნდა რომ ისნაირი იყო განვითარებული კეთილდღეობაში და რაღაც მშვიდობაში.